თელავი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. სტიქიის ზონაში სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა, რომელიც თელავის ხევის გაწმენდის პარალელურად ნაპირ სამაგრ სამუშაოებს ატარებს. მიმდებარე ტერიტორიიდან გააქვთ ქვაღორღი. საგანგებო და ოპერატიული სამუშაოების შედეგად სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასა და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება. ელექტროენერგია კი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კვლავ შეფერხებით აქვთ. ქალაქის მასშტაბით ყველგან გადაადგილება შესაძლებელია. გამონაკლისია ბარდოშვილის ქუჩა, რომელიც მესამე დღეა გარკვეული რისკის გამო გადაკეტილია. გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. თელავში პრინციპში ძირითადი წერტილები უკვე არის დამუშავებული, დარჩენილია რამდენიმე რაღაც გარკვეული პროცესი და ესეც ნენელა გავაბოლოში. აქ დღეს რაც არის კრიტიკული წერტილები, ეს არის დარჩენილი რამდენიმე სოფელი, სადაც აუცილებელია სწრაფი რეაგირება და სწორედ შემდგომი ნაბიჯები იმისკენ არის გადადგმული, რომ ეს დარჩენილი რაც არის სოფლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეს წერტილებიც იქნას დამუშავებული, კონტროლის ქვეშ აყვანილი და ის რომ სტიქიის შემდგომი დაზიანებები უკვე აღარ გაგრძელდეს, მოსახლეობას აღარ ჰქონდეს ზიანი წყლისგან თუ ასე შემდგომ. ნენელაც აღდგა საკომუნიკაციო საშუალებები, წყალიც ნენელა ეტაპობრივად აღუდგა ქალაქს, ასე რომ ნენელა ეს პროცესი, სალიკვიდაციო პროცესიც მიდის ისე როგორც იყო დაგეგმილი. ძალიან მძიმე სტიქია იყო. სულ რაღაც 2 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა, მაგრამ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო და მალადეც ჩვენ ადგილობრივ მთავრობას და საერთოდ ჩვენ მთავრობას, რომ 2 დღეში ეს ამდენი რამე შეძლეს. გაასუფთა ეს ყველაფერი, გაიტანეს გზა გაკეთდა, წყალი მოვიდა, დენი მოვიდა, გაზი მოვიდა, ყველაფერი კომუნიკაციები აღსდგა. ზოგადად ის ფონი, რაც დამხვდა, იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს კადრებში ჩანდა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და ვიტყვი იმას, რომ გუშინ მთელი დღის მანძილზე ვიყავი აქ და ვუყურებდი სამუშაო პროცესებს და მადლობა მინდა ვუთხრა თვითონ იმ ადამიანს, რომლებიც აქ მუშაობდნენ, როგორც მძიმე ტექნიკით, ასევე მოხალისეებად ნიშნებით. ახლა რომ ამოვედი, მართლა ძალიან დიდი შედეგია და გუშინვე იყო ძალიან დიდი შედეგი და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე გაიწმინდება ჩვენი ქალაქი და კონკრეტულად ეს ქუჩა და აღდგება ჩვეული რიტმი ამ ქუჩაზე და ჩვენს